და მამისა და დადისა და სულისა წმინდისა და ორას გლოსა დიდმოწამე პანტელეიმონის სინაძის და ცხოვრობდა დღეს ცხოვრობდა მეოთხე საუკუნეში და სწავლობდა ექიმობას და იგი იმდროს არ იყო ეს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია და ერთი მდელი აუხსნეს იმას ქრისტიანობას ქრისტიანი მოძღვარი და ეს ამას დაიჯერებს მაგრამ რო გამოვა მოძღვრისგან გზაში დაინახავს დარბავს და გვერდში კობრას ცოცხალბიოს და იფიქრებს რომ აი ქრისტე მაინც ეჭვებში იყო და ქრისტე თურმეთი არისო ეს ბავშვი მოგდე გასოცდასო და ეს გველი მოგდესო და მათაც ასე მოხდებოდა ხდება დიდი მოწმე და დიდ მოწამე და თავის ცხოვრებაში სანამ აწამებდნენ პანტელეიმონი ბავშვი მოაღადგინა და ბევრი სასწაულებს ახდენდა და ცხოვრების შემდეგაც ამ ხოლმე წიგნი მაქვს წაკითხული ესე იგი მის პანტელეიმონს ხო ზოგადად უდება როგორც ახლა მატრონასა დიდი რიგი მატრონას და მატრონას 20 საათიანი რიგი რომ აყოთ ასევე გადასვლების შემდეგაც დიდმოწამე პანტელეიმონი ეწევა ყოველს განსაკუთრებით ვისაც ფიზიკური ჯანმრთელობა შეგეული აქვს მაგრამ არის შემთხვევები რომ აი ახლა ხან იყო პატარა ბავშვი დაბადებიდან ცუდად იყო და ეგ ბები ესეთი მოწონე იყო რომ ყველგანაცნობა რუსეთში არაბეთში ესე იგი ყველა ესე იგი მეც შემეკითხა რომ აი ეს მამასაბა რო იყო რომ უნავდაო ასეთი მოძღვარი არ არისო და მე მივეცი ჯვარი სადაც ხუთი წმინდანის ნაწილი იყო ნიკოლოზის პრიდონის ასეთი წმინდა გიორგის ათანასე დიდის ხო და მე ვთხარი რომ ჯვარი დავუტოვე თანა ბავშვი და ყოფილიყო ბავშვთან და გავიგე მე ოთხს გადაეცვალა მაგრამ ასეთი შემთხვევებია ერთი და ორი ხო ხდება ეხლა 99 წლიდან მოძღვარი რო ვარ ხედავ რომ მართლა სასწაულები ხდება მართლაც მე უნდა რომ ეს ერთი რო გამატანეო კი უნდა განეღონეო ეს მამატვი შეეძია ასევე რამდენიც ვთქვი პანტელეიმონი შეეძია ან წმინდა ნიკოლოზი ქვეცევიან მაგრამ არის მაგრამ ყველაფერს მერთი წვიდავს შენ შეიძლება ეზიარებოდე თან კვირაში სამჯერ თან მკვნალოდე და წაკიყვანოს მერტმა აი მამა ანდრია მაგალითი ამ ხელარწმენა ქონდა ამ ადამიანს ერთი წელი კვირაში ორ სამჯერ ეზიარებოდა მაგრამ მოგინდა და არ ამგარა ფიზიკურად ქონდა კანის სიმსივნე მაგრამ ყველაფერი დაითვინა ყველაფერი მიიღო მადლიერებით ესე იგი აქედე მახსენდება ნინო ნორიელი ქალი ესე იგი თავის შვილს და თავის ქმარს და მეზობლებს ამშვიდებდა თავის დას იცოდა რომ გადაეცემოდა უყურებდა ისინი და ეზიარებოდა მოგეშინიათო და ვისაც ასე განესწრეს ამ შვილის გადასვლა ამ თქონდა საშინელება შვილის გადასვლება და ხარ იქნება თუ სხვა მაგრამ აბა რადგომაში რა გიხარია მაშინ რადგომის სიხარული ასე გამოიხადება და იმ ნამდვილად ყველა სხარია მის მოწუნია და ეს ხდება სული წმინდი და ის გიხარია რომ გადასვლების შემდეგ გაიგო 60-ის გარები და თუ ამის მენა გააკ და რო შეგეხება ეს შენ ფიზიკურად შვილი იქნება თუ მეუღლე თუ ძმა თუ რადგომა გიხარია ესე გიხარია რომ გადასვლების შემდეგ ადამიანები 60-ში სადაც არ არის ის რაც აქ არის ერთმანეთის სიძულვილი სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო და იმის გამო რომ სიტუაციაში ვართ მარტო ხელისუფლება არა დამაშავე კაცო ჩვენს ესე იგი რამდენია ესე იგი ფუძლებულო საზოგადოებიდან ყველას გამომაჯოს ვინც იქ მუშაობდა თავის იმას შვილსან იმას უზარმაზ რა ქვია ძმასთან რაღაცას მაგრამ შენ რო უსაქმურად დადგები იმაში რა ქვია ბრიჟაზე ან მანქანაზე ზიხარ და ამბობ რომ ვეკითხები რატო არ დაგსავალ სოსანერვიანი ვარისო მაგრამ ეგ დედაშენიან ვიღაცა რო ეგ დღედაღამე რო გასწორებულია იმ ხალხს შენიან დას მეუღლის შენ აქანი იმაზე ვფიქრობ რომ ასე კი სანერვიანოა ისა და ეს არ მუშაობს ხოდა მე ევროპელებისგან და ჩინელებისგან გადმოვიღოთ შრომის მოყარეობა და გვეშველება მაშინ და ზოგი ამბობს ჩვენო დამოუკიდებლად არ შეგვიძლიაო კაცო რა გვაქვსო ჩვენო როგორ იყო დამოუკიდებელი თამარ მეფე ვახტანგ გოგიასალი დავით მეფე გადმოვიღოთ კარგი მაგრამ როგორ შეიძლება ცხოვრება ვისწავლოთ ევროკავშირისგან შეიძლება ტექნიკური პროგრესი გადმოვიღოთ მედიცინა ყველაფერი ასი თავი ჯობიან მაგრამ როგორ შეიძლება ცხოვრების წესს გასწავლდეს ისინი ვინც ასწავლიან თავიანთ შვილებს რომ თუ იხჩებაო მამაო და ძმაო თურმე უნდა გადარაჩინო მამა იმიტომ რომ ძმა კონკურენტია
კარგი გადმოვიღოთ, მაგრამ ყველაფერს ვერ გადმოვიღებთ. ამ ბილეთი თუ გაქვსო, ორსულფას და მოხუც არ დაუთხრა. ამას ვერ გადმოვიღებთ. მაგრამ ამას ქვია თავისუფლება, მაგრამ თვითონ ქართველებს არ აზროვნება დაკარგული, რომ როგორც კომუნიზმი იყო ღალატი, ისე ევროკავშირი და ამ დროს დავდიოდი აღლომზე, სადაც ლენის სურათი დაქონდათ. ასევე ვეუბნება ადამიანი, რომ ევროკავშირი კარგია, მაგრამ გაღმერთება არასწორია, როგორ შეიძლება ყველაფრის გადმოღება. ქართველებზე ვლაპარაკობ, თორემ თქვენს მოწმეა იმანიცის რა არის თეთრი, რა არის შავი ღვთის წინაშე და მადლობა ამას ამის საშუალება გვაქვს, ჩვენი შვილები შეიძლება გავზარდოთ, პანტელეიმონის ცხოვრება იქნება თუ ნინოსი თუ ბარბარესი წმინდა ბარბარე რა იყო სულ 15 წლის გოგო, მარინე 15 წლის გოგო, როეცამენ ქრისტესთვის. წმინდა ინო რა იყო სულ 15 წლის გოგო იყო, მისი ლოცვით მოიქცა მეფე ბერიანი ირანელის სპარსიკაცი. როცა გულში ღმერთი არა, შენ ესე იგი იმის გამო რომ წაგერთვა ტერიტორიები და ცუდნარ ვარ აგაქვს. ხარ ბრმა იმის გამო რომ ცუდნარ არ აგაქვს, ესე იგი იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებამ წაგერთვა ტერიტორიები დროებით, აფხაზეთი და სამაჩაბლო, გამოდიხარ უფრო მანდილოსნები და რუს ადამიანებს თუ რუსული ენა გაიგეს, ახაც ერთხელ იყო შემთხვევა 55 წლის კაცი იყო და ამ გააგიჟა რუსული რო გაიგო, აი თქვენო ოკუპანტები ხართ. მაშინ შენ კაცი იქნები თუ ხალი იქნები, მაშინ რატო არ აგენებ თურქებს, იმიტომ რომ თურქეთის იმას რა ქვია. ერდოგანი ამ დროს აჭარა ჩემია, მესხეთი ჩემია. ახლა სწავლენ ირანელი ბავშვები. მათ ყავთ თემაკასელები, ქართველების იმეუნები, რომ იქ თავის ხალხს ასწავლიან, რომ თუნდაც აღმოსავლეთ საქართველოს მაგათია. მაშინ ვაგინოთ იმათ, მაგრამ გინებით გამოვიმე არ სოხუმელი რო ვარ. ახლა რუსები თუ გავრეკე აქედან და ვეძახი ოკუპანტებო, ფუძღებულობენ ამაში. ან უბრალოდ უცოდინარობა ისტორიის არ არსებობს დედამიწაზე კარგი იმპერია. ხშირად ვამბობ, ეს ამერიკა იქნება თუ მონღოლები თუ ოსმალთა იმპერია იქნება თუ მარტო ის რა იყო ორი ბომბი თხელოსიმან ნაგასაკში 250,000 გადაიცვალა კაცი გადაიცვალა იქანი ასწავლიან იაპონიაში რომ თუნდაც რუსებს ჩამოგვდია ბომბები იაპონიაში. წარმოიდგინეთ რა არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის ესე იგი ტყუილზე და ესე იგი და აქედე რა არის ესე იგი აქედე ის არის რომ ახლა ჩვენ რომ მოქმედების თავისუფლება გვაქვს შევიყვაროთ თუ რუსეთის ხელისუფლება ჩაგრავს რუსი ხალხი რა შეაშია და ხშირად ვამბობ რომ ახლა არ ხდება მაგრამ მინახია რომ ვიღაცა ევროკავშირის დროშა დაუხევია ხართვას და ეს ადამიანი აქ რო იყო უბრალოდ გამოხატე ჩემი აზრით დახევა დროშის არასწორია მეთქიდა როგორ კაცო კანონითო რასაც ევროკავშირი ქვიაო როკა შეუძლია ვისაყვანაო და იმ ბავშვმა რა დააშავა ესაო მტრობაო ღმერთის კანონით ღმერთის და ბავშვების წინააღმდეგო ასევე დღეს ახლა ჩემი ასაკის კაცმა ვინც იყო პირველი დაკონკაშვილი და მეც ვიყავი ეზიარა აი ზოგს ცოდნა არ აქვს წასულს უსწრებენ ერთმანეთს სკამის გამო წასული შეიძლება გაუსინოს პროკურორმა და მოსამართლემ და ვადებულიცა თუ დამნაშავეა დააჯინოს მაგრამ შენ თუ არ ხარ პროკურორი და მოსამართლე და თუ საჯული გამოდიხარ გარდაცვალების შემდეგ ვერ მოთხრები სამოთხეში შემდეგ იყო ადვოკატი ღვთის წინაშე იყო მშობელია თავისი შვილისადმი რასაც უნდა სხვა პოლიტიკური მოსაზრებების იყოს რასაც უნდა არასწორი ყოფაქციების იყოს ხო არ გარგავს იყოს ასე უნდა იყოს შენს თუ გინდა გათარჩენა როგორც აპატიები ისე გეპატიებესა მამოუჩინო ყველა მეჩეთ აპატი მომიტევი როგორც აპატიები და ამას სიყვარულის ნიჭი შეგვეძიო დიდმოწამე პანტელეიმონი ჩვენთან არის მერტი